მოგესალმებით, დღეს პარასკევია, საზოგადოებრივი მაუწყებლი საჭარის არხზე სამედიცინო გადაცემა იმპულსის დროა. პირდაპირ ეთერში თქვენთვის ირაკლი ფარულავა მუშაობს. ალერგია ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობაა გარემოში არსებული ზოგიერთი ფაქტორის მიმართ, რომლებიც საბოლოოდ ალერგიულ დაავადებას იწვევს. ბევრი ამ პათოლოგიას ქიმიური მრეწველობის განვითარებას და გლობალიზაციას უკავშირებს, თუმცა ალერგია სრულიადაც არ არის თანამედროვე. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე თავის ნაშრომებში ზოგიერთი საკვების მიღების შემდეგ კანზე გაჩენილ ავადმყოფურ გამონაყარებს ახსენებს. თუმცა თავად ტერმინი ალერგია მედიცინაში მე-20 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. ყველაზე ხშირად ალერგიული დაავადების მიზეზად მტვრის ნაწილაკები, მცენარეთა მტვერი და ზოგიერთი საკვები გვევლინება. ნახეთ სიუჟეტი, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტმა დიანა საფაროვამ ამ თემაზე მოგვიმზადა. ალერგია ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობაა გარემოში არსებული ზოგიერთი ფაქტორის მიმართ, რომლებიც საბოლოოდ ალერგიულ დაავადებებს იწვევენ. ამ ფაქტორებზე ადამიანის ორგანიზმს საპასუხო რეაქცია აქვს. ყველაზე საშიში ალერგიის შემთხვევაში ანაფილაქსიური შოკია, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ მედიკამენტმა, საკვებმა პროდუქტმა, ანტიტეტანუსმა, შრატმა და სხვა ალერგენებმა გამოიწვიოს. ნებისმიერმა ალერგენმა იქნება ეს საყოფაცხოვრებო მტვერი, იქნება ბიბლიოთეკის მტვერი, ეპიდერმალური ალერგენები, თუ ასე შემდეგ მძაფრმასულმა თუ კვებითმა ალერგიამ გამოიწვიოს როგორც სწრაფი ელვის ტიპის და ბრონქული ასთმის სტატუსის და შეტევაც, ასევე კანის ალერგოზები. ამიტომ ალერგენებთან ურთიერთობაში უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები და აი ამ დიეტის დაცვის შემდეგაც რა პროდუქტი როგორ მივიღოთ, აი ეს ყველაფერი უნდა იყოს აუცილებლად მკაცრად ალერგოლოგისგან განსაზღვრული.